proceed in the following manner. A press statement and preliminary statement will be available at the end of this press conference, not before. Nebamomesi წარმოგიდგინოთ ამ პრეს კონფერენციაზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ გაკეთებული პირველადი დასკვნები და მათი დაკვირვების პირველადი შედეგები. This was a joint mission, and so we're going to begin with statements by the heads of each of the delegations that observed this election yesterday. ეს ერთობლივი მისია წარმოადგენდა სხვადასხვა დელეგატებს, წარმოადგენდა სხვადასხვა ორგანიზაციების დელეგაციები და ეს მისია ძირითადად აკვირდებოდა ცხადია გუშინდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. And so first I would like to introduce Congressman Alcee L. Hastings, who is a member of Congress in the United States. He is President Emeritus of the OSCE Parliamentary Assembly, and he was appointed as the OSCE Special Coordinator for the Short-Term Observation Mission. Nebamomesi წარმოგიდგინოთ საერთო საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი ამერიკიდან, nebamomesi წარმოგიდგინოთ ასევე EUTOS მიერ წარმოდგენილი EUTOS დელეგაციის წარმომადგენლები ამ სადამკვირვებლო მისიაში. Thank you, Andreas, and thank you, ladies and gentlemen, for coming, and I'm delighted to be here with my colleagues today. დიდ მადლობას მოგახსენებთ ბატონებო და ქალბატონებო მობრძანებისათვის და მეისთვის ნამდვილად დიდი სიამოვნება და პატივია ამ კონფერენციაზე დასწრება. Each of them will be introduced, and I'm very grateful to them for their cooperation in this effort. მოგვიანებით უფრო წარმოგიდგენ თვითონ ჩვენს სტუმარს, ისინი თავად წარმოგიდგენენ საკუთარ თავზე, მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო მათ თანამშრომლობისათვის. In Georgia yesterday, democracy took a triumphant step. გუშინ საქართველოში დემოკრატიამ ნამდვილად ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. Because of the demonstrative competitiveness of this campaign. იმიტომ რომ ნამდვილად აღსანიშნავია სწორედ ძალიან დიდი კონკურენტუნარიანობა და კონკურენტული გარემო ამ კამპანიისა. I perceive this election as a viable expression of free choice of the Georgian people. ნამდვილად ამ არჩევნების შესაძლებლობა ეძლეოდა საქართველოს მოსახლეობას წარმოადგინა თავისი თავისუფალი არჩევანი. But the future holds immense challenges. ნამდვილად ძალიან დიდი გამოწვევა იყო ეს მომავლისათვის. The leaders and followers of this great country have many roads and bridges to cross on the path to democracy. ნამდვილად როგორც ქვეყნის ლიდერებს ისე მთლიანად საქართველოს მოსახლეობას ძალიან ბევრი გზა აქვს გასავლელი იმისათვის რომ საბოლოოდ განვითარდეს დემოკრატია ქვეყანაში. Our statement reflects some of the following. While the January 5th election was in essence consistent with most OSCE and Council of Europe commitments and standards for democratic elections, ამ ეტაპზე ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი მოსაზრება, რომ 2008 წლის 5 იანვრის არჩევნები შეესაბამებოდა უმეტესობას ძირითადი ვალდებულებებისა და რეკომენდაციებისა, რომლებიც შემუშავებული აქვს EUTOS. Significant challenges were revealed which need to be addressed urgently. რა თქმა უნდა არსებობდა ძალიან სერიოზული პრობლემებიც, გამოწვევებიც, რომლებსაც რა თქმა უნდა ძალიან სწრაფად სჭირდებათ გადაწყვეტა და მოგვარება. This election was the first genuinely competitive presidential election. მინდა გითხრათ, რომ ეს არჩევნები იყო პირველი ნამდვილად კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები. A presidential election which enabled the Georgian people to express their political choice. ისეთი პრესაპრეზიდენტო არჩევნები, რომელმაც საშუალება მისცა საქართველოს მოსახლეობას გამოეხატა თავიანთი პოლიტიკური არჩევანი. The election campaign, however, was conducted in a highly polarized political environment. მაგრამ რა თქმა უნდა თავად წინა საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა ნამდვილად პოლიტიკურად ძალიან დაძაბულ პოლარიზებულ ვიტყოდი გარემოში. A lack of trust and the pervasiveness of alleged campaign-related violations. რა თქმა უნდა ნდობის ნაკლებობა კამპანიასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა იყო ადგილი ჰქონდა გარკვეულ დარღვევებსაც. Only a few of which were brought to the CEC and courts. თუმცა ამ დარღვევებთან დაკავშირებით ძალიან ცოტას შესახებ შევიდა CSKO-სა თუ სასამართლოებში საჩივრები. Were not conducive to a
constructive, issue-based election campaign. მაგრამ პრინციპში ვფიქრობთ, რომ ეს იყო კონსტრუქციული და რაღაც სერიოზული წინასაარჩევნო კამპანია. The distinction between state activities and the former president's campaign was sometimes blurred. თუმცა რაღაცა გარკვეული უპირატესობა ენიჭებოდა სახელმწიფოს მიერ ჩატარებულ კამპანიას. And contributed to an inequitable campaign environment. და რა თქმა უნდა ეს რაღაც გარკვეულად მცირედად თარღვევდა სწორად დაბალანსებულ წინასაარჩევნო კამპანიას. Nonetheless, all candidates were generally able to campaign freely around the country. მაგრამ მიუხედავად ამისა, პრინციპში ყველა კანდიდატს ჰქონდა საშუალება განეხორციელებინა თავისი წარმოებინა თავისი კამპანია მთლიანად მთელი ქვეყნის მასშტაბით. We were and remain particularly pleased to note the calm and peaceful atmosphere during yesterday's elections. ამასთან გვინდა ძალიან დიდი სიამოვნებით აღნიშნოს, რომ გუშინ ძალიან მშვიდი იყო ვითარება თავად არჩევნების დღეს, ანუ 5 იანვარს. With very few incidents of unrest or violence, the Georgian people were able to freely express themselves at the ballot box. და მიუხედავად ძალიან მცირე რაოდენობის ინციდენტებისა, საქართველოს მოსახლეობას ჰქონდა საშუალება საარჩევნო ჭიხურებში გამოეხატა თავისუფლად თავისი პოლიტიკური ნება. We call upon all parties in Georgia to ensure that this peaceful atmosphere continues in the coming days and weeks. მინდა მოუწოდოთ ყველა პარტიას, რომელიც მოქმედებს და არსებობს საქართველოში, რომ ეს მშვიდობიანი ვითარება შედარჩუნდეს მომდევნო დღეებსა და კვირებში. There is still work that remains to be done. ძალიან ბევრი სამუშაოა კიდევ გასაწევი. Significant efforts were made to improve the voter list, but we feel you must not be complacent. More work must be done. ძალიან ბევრი სამუშაო იქნა გაწეული იმისათვის, რომ ერთიანი ამომრჩეველთა სია დახვეწილიყო და გაუმჯობესებულიყო, მაგრამ მიუხედავად ამისა ვთვლით, რომ გარკვეული სამუშაო კიდევ არის შესასრულებელი. Similarly, we hope that training of all election officials will be stepped up prior to the next elections. და ვფიქრობთ, რომ ასევე ის სწავლება და ის კვალიფიკაციის ამაღლება, რომელიც ჩაუტარდება საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, კიდევ უფრო დიდ ნაყოფს გამოიღებს და გააუმჯობესებს ვითარებას მომავალი არჩევნებისათვის. Ladies and gentlemen, I should remind you that our conclusions have no relation to the outcome of the elections. We are here to report on the process, not the results. Ქაბატონებო და ქალბატონებო, მიბოდეთ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენს დასკვნას არავითარი კავშირი არ აქვს არჩევნების შედეგებთან. ანუ ჩვენი მისიაა დავაკვირდეთ საარჩევნო პროცესს და არა მის შედეგებს. ანუ ჩვენ დასკვნებს არ ვაკეთებთ შედეგებთან დაკავშირებით. As has been mentioned, I was appointed by the OSCE chair in office to be the special coordinator for the OSCE short-term observation mission to yesterday's presidential election. ანუ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ EUTHOS მიერ ჩემთვის მოცემული დავალებით ამ მანდატით განსაზღვრული იყო, რომ მე მოკლევადიან დამკვირვებელთა საქმიანობის კოორდინაცია უნდა განმეხორციელებინა 5 იანვრის არჩევნების დღეს. And I look forward to personally reporting to the chairman in office, Finnish Foreign Minister Kanerva, when I meet with him tomorrow morning in Helsinki. და მე ნამდვილად გეგმაში მაქვს, რომ როდესაც დავბრუნდები ჰელსინკში, იმ ორგანიზაციის წარმომადგენლობას, რომლის დავალებითაც მე აქ ვიმყოფები, ჩემი პირადი ანგარიში წარმოვდგინო. The OSCE observation mission has been a large and thorough undertaking. This is proof of the interest of the international community in these important elections. მინდა კიდევ ერთხელ აღნიშნო, რომ EUTHOS-ს დამკვირვებლო მისიამ ძალიან სერიოზული სამუშაო გასწია და მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საერთაშორისო სამყარო ძალიან დაინტერესებული